გამარჯობათ მეგობრებო, ბოლომდე რომ დავხუროთ ნერგების თემა, დღეს ვიყიდე ესეთი მარადმწვანე ხეები, რომლებიც არის გახარებული დაკალმვით და შედარებისთვის თან გაჩვენებთ როგორ განსხვავდება ფესვი და თან გეტყვით მე როგორ გავ ამას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის თუ როგორ ვაკეთებ მე არ არის დოგმა, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ სხვანაირად, თქვენებურად, არ ვიცი, მე უბრალოდ წერ როგორ ვაკეთებ მე და დანარჩენი თქვენ გადაწყვეტით. ეხლა გაჩვენებთ რა გვაქვს ჩვენ დღეს დასარგავი. Привет. აჰა, თავარი მსახიობი ჯეკა. ესე იგი გვაქვს ფეი, ხო? და მუშმალა. ზღმარტლის ნათესავი შორეული იაპონიიდან. ეს არის იაპონური მუშმალა და ზღმარტლს ჩვენ ქართულად რასაც ვეძახით, ის არის გერმანული მუშმულა გერმანიკა. ხო. ეხლა შეხედეთ, ესენი ყველა არის ორივე გამრავლებული დაკალმვით. ანუ ააჭრა პატრონმა ტოტები, დაასო, არანაირი კურკიდან არ არის გამოყვანილი და არანაირად გენეტიკური ფესვი, რასაც ქვია, არც ეც აქვს და არც მეორეს. ესეც დასობით არის გახარებული და ესეც. ანუ ის ცენტრალური ძლიერი ფესვი, რაც გენეტიკურად თესლიდან უვითარდება მცენარეს, ამათ არ აქვს. ესენი იკეთებენ ძირითადად ფუნჯა ფესვებს ზემოთ. სიღრმეში ჩადიან, მაგრამ ისე ძლიერად ვერა როგორც თესლიდან განვითარებული ფესვი. ისეთი ძალა ამათ არ აქვს. თან უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ყველა არის ტროპიკული მცენარე ან სუბტროპიკული ზონის მცენარე და ზოგადად ამათ არც ჭირდებათ გენეტიკურად ღრმად ფესვების ჩაშვება, იმიტომ რომ წყალი და საკვები ნივთიერებები ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში არის მიწასთან ახლოს, ზედა 40-50 სანტიმეტრის ფენა. ამიტომ ამას მე სხვა ნერგებივით მაღლა არ დავრგავ, ამას პირიქით ჩავაღრმავებ, რატომ ერთი რომ ხე იყოს ძლიერი, ქარმა არ მოთხაროს და არ გადატეხოს. მეორე, აი აქედან ამას ხო არ აქვს სანამყენე ზოლი და აქედან დამატებით მინდა მე პირიქით რომ გამოიტანოს ფესვები დაახლოებით აი კიდე ამ სიმაღლეზე, ასე რომ ასე ჩავაღრმავებ. თანაც ვითვალისწინებ ჩემი ნიადაგს, რომელსაც ნოყიერი ფენა აქვს მხოლოდ 30 სანტიმეტრი და ქვემოთ უკვე არის ძალიან სიმშრალე. ეხლა ეს რასაც უყურებთ 40 სიღრმეს, კიდევ უფრო ბევრად ღრმა არის. ორი ბარისპირი არის თითქმის 40 ამოთხრილი, იმიტომ რომ ვაპირებთ ცოტა ჩაღრმავებას. თან მე ამ მუშმალისგან არ ველოდები ჯერ არანაირ ნაყოფს, მინდა რომ იმუშაოს ჯერ ფესვზე. დარგვის დროს აი ამ ზედმეტ ქვედა ფოთლებს მე ვაცლი, რომ რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვა მიცენ ფესვებს წყლის აორთქლების ვარიანტში. ესე შევაცლი, დაუტოვებ დაახლოებით აი ამ და დაავადებული რამოდენიმე ფოთოლი არის დაავადებული, ამებსაც აუცილებლად მოვაცლი. დაუტოვებ ჯანმრთელ ფოთლებს. იმათაც მე კი ჭირდება დამუშავება, გითხარით უკვე რომ აი შარდოვანა და რკინის კუპაროსის იმითი დავამუშავებ. მე ამის ფოთოლს ვერ წვავს, ნორჩ ახალ ფოთლებს შარდოვანა და რკინის კუპაროსი შეიძლება დაწვას, თან ჩვენ ისე ვიცით ხოლმე მისხმა, რომ აი წვეთები მოდის ფოთლებს, ეგრე არ უნდა მივასხოთ. ერთი სიტყვით ეხლა ამას. თავის მიწიანად არის ჩამოტანილი, ამიტომ მე ფესვები უბრალოდ გარეთ რაც იყო გამოშვერილი, ისინი შევაკრიჭე და მიწას არ ვეხები რა. აი ნახეთ, აი მე უკეთებ აქ ცოტა ისე დაღრმავებულ ეფექტს, რომ წყალი სულ აქ ჩაგროვდეს ხოლმე, ანუ მიწას ბოლომდე ესე არ გორას არ ვქმნი, შესაბამისად აი აქ იქნება დაახლოებით მიწა. და ზუსტად აი აქ ცოტა დაზიანებული ადრე ადგილი აქვს, ესეც ჩაღრმავდება მიწაში. всё, აი იქნება აი ასე. ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ, უნდა დარგოთ აღმოსავლეთში ვინც რგავთ. ეხლა აი ნახეთ, სახლი სად იქნება და დაახლოებში ვრგავ მე. ისე დიდი ვერ იზრდება მუშმულა აღმოსავლეთში, როგორც დასავლეთში. ქართლს გულისხმობ მე. და თქვენზეც არის ფორმირება დამოკიდებული, არ გაუშვათ დიდზე თუ არ გინდათ და
არ იქნება დიდი. მთავარი რა არის, რომ სახლმა უნდა დააკავოს ის ცივი ქარი და ზუსტად დაურგე იმ მხრიდან, საიდანაც სახლი უჩერებს მთიდან მომავალ ცივ ჰაერს, ცივ ქარს და მზე უყურებს აი მთელი დღე ამ ადგილს. ესეთი ადგილი შევარჩიე ჩემი მუშმულასთვის. ნერგის არჩევის დროს დააკვირდით ფოთლებს, ამასთან ერთად იყო 4 ძირი მუშმულა, რომელსაც უკვე ჰქონდა ანტრაკნოზი. აი ესეთი შავი წერტილები, ზემოდანაც ეტყობა და რომ ამოატრიალებთ, აი ესეთი დაზიანებული შავი კერები აქვს. ისეთები არ წამოიღოთ. ნუ ეხა ერთ ფოთოლს თუ აქ ცოტა რაღაცა, ეგრე თითქმის ყველას აქვს, მაგას რო უყუროთ ერთი ცალი კერა მაინც თუ არის ანტრაკნოზის, მაშინ ნერგს ვერ იყიდით თითქმის საერთოდ. ეს არის და ეს, აი ამ ქვედა ფოთლებს თუ შევაცვლი და დარჩება მხოლოდ ეს ზედა ფოთლები. აბა ხო, იგივე ეხლა აქ ცოტა სხვანაირად იქნება საქმე. აქ უკვე მე მინდა რომ ვარჯი განვითარდეს დაბლიდან. ჯერ ერთი რაც უფრო დაბლა იქნება, ხემით უფრო თბილად იქნება და მეორე კარგი ლამაზი ბუჩქი გამოდის ფეიხოსგან. არ არის აუცილებელი მაღლა გაშვება. ამიტომ მე აი ზედა ნაწილს უკვე სადაც აი ბოლო ამ დატოვებას დაუტოვებ და აი ამას წავაჭრი. ზემოთ. მოვკვეცავ, შევკვეცავ. აი ამ გრძელ გამოშვერილ ქვედა ფოთლებსაც, ტოტებსაც ბოლომდე ძირში არ მოვჭრი. მე ხომ როგორც ბუჩქი ისე მინდა. აი აქ მოვჭრი, რამოდენიმე სანტიმეტრზე, აი აქ მოვჭრი. და მაქსიმალურად უკვე მივცემ იმ ფორმას, რა ფორმაც მინდა მომავალში რო გქონდეს. ძალიან კარგი არის ფეიხოს, ესე გადაწვენას აკეთებს კიდე ბევრი, ტოტს იბავს შპაკატით ესე და ეს ზემოდან ამოდის ესე ტოტები და საბოლოო ჯამში იღებს ესეთი ბუჩქის ფორმას და ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს თან თუ იცით. ანუ უფრო მეტად ზოგს როგორც დეკორატიული მცენარე ისე ახარებს ხოლმე ფეიხო. ჩვენც მაგისთვის გვინდა უფრო მეტად ვიდრე ნაყოფისთვის. აბა კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე გავაგრძელე მუშაობა.